ვიდეო ქართულად მოამზადა გვერდმა შენი სუპერძალა. დღეს გიამბობთ 3 პლასტმასის ბოთლის ამბავს. ისინი ცარიელი და გამოუსადეგარია. მათი გზები კი მალე გაიყოფა და მოიტანს შედეგს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ჩვენს პლანეტაზე ახდენს გავლენას, მაგრამ ისინი ყოველთვის ასეთები არ ყოფილან. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ სად მთავრდება ამ ბოთლების გზა, ჯერ წარმოშობა შევისწავლოთ. ისინი ამ ქარხანაში შეიქმნა ნავთობისა და გაზის მოლეკულების ქიმიური შეერთებით მიიღეს მონომერები. შემდეგ პლასტმასას შესაქმნელად მიღებული მონომერები დააკავშირეს გრძელ პოლიმერულ ჯაჭვებად, მილიონობით გრანულის სახით. ეს გრანულები გაადნეს საწარმოო ქარხნებში და ყალიბებში ჩაასხეს. მოამზადეს მედეგი მასალის შესაქმნელად, რომელიც ბოთლების საბოლოო სახეა. მანქანებმა ბოთლები ტკბილი შუშხუნა სიცხით შეავსეს. შემდეგ კი ადამიანებმა ისინი შეფუთეს, გადააგზავნეს, შეიძინეს, გახსნეს, მოიხმარეს და უცერემონიოდ გადააგდეს და ახლა აქ არიან, ბედის ანაბარად. პირველი ბოთლი მისი პლასტმასაცმების 100 მილიონი ტონის მსგავსად ნაგავსაყრელზე ხვდება. ეს უსარმაზარი ნაგავსაყრელი ყოველდღიურად იზრდება, რადგან მეტი ნაგავი შემოდის და სივრცეს ავსებს. როდესაც პლასტმასას ბოთლი ხვდება, იჭყლიტება სხვა ნაგვის ფენებს შორის. წვიმის წყალი კი ნარჩენებში ჩაედინება და შთანთქავს წყალში ხსნად ნაერთებს, რომელთაგან ზოგიერთი მეტად ტოქსიკურია. ერთად ისინი ქმნიან მავნე ნაზავს, რომელსაც გამონაჟონი ეწოდება, რომელიც შეიძლება გრუნტის წყლებში, ნიადაგსა და ნაკადულებში მოხვდეს. მოწამლოს ეკოსისტემები და უდიდესი ზიანი მიაყენოს ველურ ბუნებას. პირველ ბოთლს 1000 წელი შეიძლება დასჭირდეს, რათა საბოლოოდ დაიშალოს, რაც ძალიან დიდი დროა. მეორე ბოთლის მოგზაურობა უფრო უცნაურია, მაგრამ სამწუხაროდ არანაკლებ სევდიანი. ის მიცურავს ნაკადულში, ნაკადულიდან მდინარეში, მდინარიდან კი ოკეანეში აღწევს. ოკეანეებში თვეების განმავლობაში დაკარგვის შემდეგ ის ნელა იქცევა უზარმაზარ მორევში, სადაც ნაგავი გროვდება. ადგილი, რომელიც წყნარი ოკეანის დიდი ნაგვის კუნძულის სახელითაა ცნობილი. აქ ოკეანის დინებებს პლასტმასის ნარჩენების მილიონობით მათგანი დაუტყობებია. ეს მსოფლიოს წყლებში არსებული 5 პლასტმასით სავსე კუნძულებიდან ერთ-ერთია. ადგილები, სადაც დამაბინძურებელი წყალს მღრუე პლასტმასას წყლად აქცევენ. ზოგიერთი ცხოველი, როგორიცაა ზღვის ფრინველები, ამ არეულობაში ებმებიან. ისინი და სხვა ცხოველები შეცდომით მიიჩნევენ ფერად პლასტმასის ნაწილებს საკვებად. პლასტმასი კი მათ მუცელში სისავსის შეგრძნებას უქმნის. სინამდვილეში კი არ არიან დანაყრებულები, ამიტომ შიმშილით კვდებიან და პლასტმასისაგან მიღებულ ტოქსინების კვების ჯერჯ გადასცემენ. მას ჭამს ფარნითევზა, ფარნითევზას კალმარი, კარმალს თინუსი და თინუს ჩვენ. და უმეტესი პლასტმასი არ არის ბიოდეგრადირებადი, რაც ნიშნავს, რომ მიკროპლასტმასებად იშლებიან, რაც სამუდამოდ ტრიალებს ზღვაში, მაგრამ მესამე ბოთლს აცდა თავისი ძმების სასტიკი ხვედრი. სატვირთო მანქანა მას ქარხანაში მიიყვანს, სადაც ის და მისი თანამგზავრები ტყლად იჭყლიტებიან და იკუმშებიან ბლოკებად. ესეც საკმაოდ ცუდად ჟღერს, მაგრამ მოითმინეთ. მათი დასასრული კარგია. ბლოკები იჭრება პატარა ნაწილებად, რომლებიც ირეცხება და დნება, ასე რომ ისინი ხდებიან ნედლეული, რომელიც შეიძლება კვლავ გამოვიყენოთ. თითქოს ჯადოქრობით, მესამე ბოთლი ახლა მზადაა ხელახლა დაიბადოს, რაღაც სრულიად ახალ ნივთად. ამ პლასტმასის ნაჭრისთვის ასეთი უჩვეულო წარმოშობით. შესაძლებლობები ხომ უსაზღვროა. დიდი მადლობა.